სანაპიროზე კი დღეს უკვე ნატოს სტანდარტით მომზადებული და ალიანსის მიერ სერტიფიცირებული ტაქტიკური ჯგუფი მუშაობს. საერთაშორისო საზღვაო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ ქართული სანაპირო დაცვის წევრები საკუთარ აკვატორიაში დაბრუნდნენ იმ გამოცდილებით, რომელიც მრავალეროვან გარემოში რეალურ ოპერაციულ პირობებში მიიღეს. ღია ზღვაში პარტნიორი ქვეყნების ეკიპაჟებთან ერთად მუშაობამ და მრავალეტაპიანი შეფასების წარმატებით გავლამ მათი შესაძლებლობები ახალ დონეზე აიყვანა. მიღებული სერტიფიცირება ადასტურებს, რომ ჯგუფი სრულად შეესაბამება ნატოს ოპერაციულ მოთხოვნებს. საქართველოს ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ჩართვისა და ოპერაციული პარტნიორის სტატუსის მიღების შესაძლებლობა მიეცა, რაც საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების სისტემაში ქვეყნის როლის გაძლიერებას ნიშნავს. ხათუნა გაგნიძის და ლუკა ჩადუნელის რეპორტაჟი. Motorist immediate decrease your speed. ნატოს წვრთნებიდან დაბრუნების შემდეგ პირველად ზღვის მცველები აბორდაჟისთვის ემზადებიან. შავ ზღვაში საეჭვო ტანკერია შემჩნეული, რომელსაც საზღვაო სპეცრაზმი გადაამოწმებს. And stop engine. We are getting on board. გემი დაკავებულია. სამართალდარღვევის ფაქტი აღკვეთილია. ზღვის მცველების მიერ გამოვლენილ დანაშაულზე მოკვლევას შესაბამისი უწყებები დაიწყებენ. კურიერი პიესმა საზღვაო კონტროლის ერთი დღე გადაიღო. ზღვის მცველები სულ რამდენიმე დღეა ხმელთაშუა ზღვიდან ნატოს მორიგი სერტიფიკატებით დაბრუნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონახსრულების ტაქტიკური ჯგუფი. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც საქართველოს საზღვაო უსაფრთხოება აბარიათ. მათთვის თურქეთში ნატოს ეგიდით ოპერაცია ზღვის მცველის კიდევ ერთი წვრთნა ჩატარდა. ტერორიზმისგან თავდაცვა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლა და უსაფრთხოება. ეს ოპერაციის მთავარი ამოცანაა. ზღვის მცველი ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალიც ხმელთაშუა ზღვაა. საქართველო კი ნატოს არაწევრი ქვეყნების იმ სამეულშია, რომელსაც წვრთნაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ყავს ნატოს სტანდარტების შესაბამისი სანაპირო დაცვის ტაქტიკური ჯგუფი. საბერძნეთის შემდეგ თურქეთი მეორე სახელმწიფოა, რომელმაც მისი ხომალდები დაუთმო და განალაგა საქართველოს სანაპირო დაცვის ტაქტიკური ჯგუფი. საქართველოს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ზღვის მცველის ოპერაციული სტატუსი მიანიჭა იქიდან გამომდინარე, რომ აბორდაჟის ჯგუფმა 4 დონიანი სასწავლო პროცესი წარმატებით გაიარა. ბავშვობიდან ჩემი მიზანი და ოცნება იყო, რომ მემსახურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და გამეკეთებია ესეთი საქმე, რომელიც გამოადგებოდა ჩემს სამშობლოს. მთელი ჩემი კარიერა შემიძლია ვთქვა ღირს მარტო იმისთვის, რომ თუნდაც ერთი ადამიანი გადაგვერჩინა. მიზანი მიღწეულია. მის ანგარიშზე არაერთი კანონდამრღვევი გემის დაკავებასთან ერთად ბევრი სიცოცხლის გადარჩენაც არის. სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ყავს 12 კაციანი სერტიფიცირებული ჯგუფი. მონაწილეობენ ნატოს საზღვაო ოპერაცია ზღვის მცველში, ეს არის თითოეული მოსამსახურის დიდი პატივი, რადგან სტატუსი ზღვის მცველი მოპოვებული არის დიდი შრომის შედეგად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს ეტაპობრივად აღჭურვილობის განვითარება, პირადი შემადგენლობის გადამზადება, რაც ძალიან დიდი რესურსი არის ჩადებული და ძალიან დიდი მხარდაჭერა არის ჩვენი დეპარტამენტის მხრიდან. აბორდაჟის ჯგუფი თითქმის მთელ დროს ზღვაში ატარებს. ეს მათი რეალობაა. ასე იყო ნატოს ოპერაციაში წვრთნების დროსაც. ხმელეთისგან შორს, ხმელთაშუა ზღვაში 20 დღე იცხოვრეს. რა თქმა უნდა, თავისი რთულები გააჩნია ზღვაში ცხოვრება ზოგადად. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოცდილება, თითოეული გადადგმული ნაბიჯი ჩვენი შემდეგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის. ოპერაციის ფარგლებში დაგეგმილი სწავლება რაც იყო, ყველას გავართვით თავი ძალიან კარგად. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველოს წარმოადგენს
იმ ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან პირველს, რომელმაც პარტნიორის სტატუსით მიიღო აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობა. დღეს ფოსდა ბათუმს ყავს ჯგუფები, რომელიც ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად არიან იმ დავალების შესასრულებლად, რაც არის საჭირო შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის. ერთ-ერთი პერსპექტიული სამსახურია დღეს სანაპირო დაცვა საქართველოს მასშტაბით, სადაც შეუძლია კარიერული წინსვლა განახორციელოს ახალმა მოსულმა წევრმა. ახალი გამოცდილებით და ახალი შემართებით ნატოს ზღვის მცველები საკუთარ ცოდნას ახლა ახალ თაობას უზიარებენ. დროის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულმა ჩვენთაგანმა ავიღეთ საკუთარ თავზე, არის ქვეყნის სიყვარული და არის ადამიანების მიმართ სიყვარული. თითოეული ჩვენი მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ, როდესაც ვბრუნდებით ქვეყანაში, თითოეული ჩვენთაგანი უზიარებთ ჩვენს თანამშრომლებს და იმ ადამიანებს იმ პროფესიონალურ გამოცდილებას, რაც მივიღეთ. დარწმუნებული ვარ თითოეული ჩვენთაგანის მოქმედება და ის ცოდნა, რაც შევიძინეთ ჩვენ შავი ზღვის უსაფრთხოების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში ძალიან წაგვედგება. ჩვენი კამერა მეზღვაურად ნათლობასაც შეესწრო. სანაპირო დაცვის ახალი თანამშრომელი 23 წლის ლევანი ტრადიციას აზიარეს. შავ ზღვაში ბინადრობს სულგენისებთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეს არის კატრანი და დღეიდან ლევანის სახელი, საზღვაო ნათლობის სახელი იქნება კატრანი. ვამოვიღებთ ზღვიდან წყალს და ბატონი ლევანი ბოლომდე შესვამს ამ ფიალას. პილოტსა ჩვენს რიგებში წარმატებას გისურვებთ. მემსახურებით საქართველოს.